ქვედა მხარეს გადიოდა ერთადერთი სავაჭრო გზა, რომელიც ჩრდილოეთიდან მოდიოდა და ქალაქს ჰქონდა ორი გასასვლელი, აღმოსავლეთით და დასავლეთით. ანუ საბოლოო ჯამში ყველაფერი სოფლიოში ვაჭრობასთან მიდიოდა და მაშინაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ეს ქვეყნისთვის. მათ შორის დღესაც იგივე ხდება. ქვედა ნაწილიდან იმიტომ დავიწყე, რომ ზუსტად ამ ადგილში ხდებოდა ივრის ჭალებიდან გამოვიდოდა ქარავანი, აქ შემოვიდოდა, აქვე იყო საბაჟოც, აი უცბად ფილმებში რო არის, აი ეს ხმები შემოიყვანეთ რა, ძველი ცხოვრების ხმები, ცხენის ხმა, ბავშვები არიან, რაღაცა დუქანი, სამჭედლო, აი აქ ხდებოდა ყველაფერი. გააცოცხლეთ თქვენ გონებაში როგორი იქნებოდა, აქ მოედანი იყო, იქ ცხენების დასაბმელი, იქ დუქანი და სამჭედლო. იქით ბავშვები თამაშობენ რაღაცა ცხენების ქვაფენილზე ხმა შემოდის როგორც ფილმებში არის. ანუ აქ იყო ყველაფერი მოწყობილი იმისთვის, რომ ერთგვარი გამშვები პუნქტი იყო. ამის გარეშე ამ ხეობაში ვერ გაივლიდი. წარმოიდგინეთ, რამდენად შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი, რომ აი გონებაში გააცოცხლე და წარმოიდგინე, რომ აქ 1600-1700 წლის წინ იყო აი ცხოვრება ჩქეფდა, აქ იყო ყველაზე მთავარი ჩვენ ქვეყანაში რაც ხდებოდა, ერთ-ერთი მთავარი ციხე იყო ეს. ამის ზემოთ არის უფრო დაცული ნაგებობები და სულ ზემოთ არის ციტადელი და ეკლესია, რომელშიც წმინდა ნინოს სამი ჯვრიდან ერთ-ერთი იყო რამდენიმე საუკუნე დასვენებული. შემდეგ უკვე სხვაგან გადაიტანეს კახეთში და მერე უკვე კომუნისტებმა გაანადგურეს.